ბატონო ვაზაკ მოტრიალდით ერთი წუთი მოდით რა გთხოვ მოდით რა ცოტა ხანი ხარი ბაშენი ხო გადმოდით რა სოლიდარობანა გადადი ზიდა გადადი ავან კოპია ის და ფეხსაცმელები და ხელში აი რადო მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერს, ჩვენ იმყოფებით რუსთაველის გამზირზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა, პოლიციამ გახსნა გაახსნევინა მოქალაქებს, რომელსაც გადაკეტილი ჰქონდათ რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთის განმავლობაში და აქ შეჩერებული იყო მოძრაობა ნაწილობრივ, თუმცა მას შემდეგ რაც გამოჩნდნენ პოლიციის წარმომადგენლები, მათ ძალის გამოყენებით გადაიყვანეს ადამიანები, რომელსაც გადაკეტილი ჰქონდათ რუსთაველის გამზირი და დაკავებულია რამდენიმე პირი ამ მომენტისთვის. და როგორც ხედავთ, აღდგენილია რუსთაველის გამზირზე მოძრაობა, აქ დგას პოლიცია, შემოსაზღვრული აქვს ერთგვარად რუსთაველის გამზირის ტროტუარის ნაწილი. ასეთ განან აქ პოლიციელები რუსთაველის გამზირის ნაპირებს. აი აკავებენ ერთ ადამიანს, ერთ ქალბატონს აკავებენ და თქვენ ახლა ხედავთ ჟურნალისტზე არ გათხოვა ის. თუმცა ეს ქალბატონი, რომელიც ახლა მიყავთ, ნამდვილად არ იდგა გზის სავალ ნაწილზე. ადამიანების გადაყვანა საზოგადოებრივი წესრიგი როგორ ტროტუარზე იყვნენ ეს ადამიანები. ტროტუარიდან რატომ ხდება ადამიანების დაკავება? აი თქვენ ხედავთ, ნახეთ კაცს რომ დააკავეს ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ტროტუარზე იდგა, საერთოდ არც იდგა გზის სავალ ნაწილზე და ეხლა მიყავთ კიდევ ერთი გოგონა.
Adeki da movish geskushi. Ado midira მონაწილეებს გადაკვეთონ აი ეს გვარი და შესაბამისად ასე ცდილობს აი ამ ადამიანების კონცენტრაციას უშუალოდ პარლამენტის შენობის მიმდებარედ შინაგან საქმეთა ვიღაცა ტიპები მოვიდა აი ესო და აი რომანსეთ ყურადღება. რატო? იგნორირებას რატო მიგებ? იმეზე რომ მუშაობ იმედი გადავიდნენ გადაცემაზე კი ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ რომ პოლიციელები ადამიანების აი ემატება საპოლიციო ძალები პოლიციელების რაოდენობას ხედავთ ახლა რუსთაველის გამზირზე ესე გავიშალოთ ბიჭო ახლა მიწეთ ხედავთ რომ ისინი აკეთებენ ერთად შემოსაზღვრას პოლიციელები ახლა რუსთაველის გამზირის შემოსაზღვრას ცდილობენ იმ ტერიტორიაზე სადაც აქცია მიმდინარეობს შეიძლება ითქვას რომ რამდენიმე დღეა გამკაცრდა კანონი რეპრესიული კანონები შევიდა ძალაში რის შემდეგაც გზის გადაკეტვის პირველივე ჯერზე ადამიანებს უშვებენ ციხეში 15 დღემდე პატიმრობით თუმცა აქამდე პოლიციელები ამ რაოდენობით რუსთაველის გამზირზე ბოლო ერთი კვირა კანონების ამოქმედების შემდეგ ახალი კანონების ამოქმედების შემდეგ არ ყოფილან ისინი ძირითადად აქციის შემდეგ დაშლის შემდეგ აჩერებდნენ ხოლმე ადამიანებს აქციიდან მიმავალ ადამიანებს და ხდებოდა მათი ამოცნობა და ასევე პირბადეების ჩამორთმევა და დალუქვა თუმცა დღეს როგორც ხედავთ პოლიციამ გადაწყვიტა რომ უკვე აქციის მიმდინარეობისას დაეკავებინა ადამიანები რომლებიც გზას კეტავდნენ და ადამიანები რომლებიც უბრალოდ ტროტუარზე იდგნენ და ეხლა ჩადგა პოლიცია აქციის წინ და შემოსაზღვრა რუსთაველის გამზირი დავიწყო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი აფიცე ხელი გაქვს მოწერილი ბატონებო თქვენ თითოეულ თქვენთაგან ოჯახში რომ იყავთ ისიც უთხარი კრიმინალს გადაუღეს სურათი თქვენ ეგეც უთხარი ჩემზე მეტი კრიმინალი ცხოვრებაში არ ვინა გზაზე გადავიდა ლაივი და რამე გაზეთი ახალზე არ მე გაზეთი მეცა ანა ტაიფსია პარალელურად იმართება აქცია ჟურნალისტების დაკავებული ჟურნალისტების და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად და დასაცავად თანამშრომლებმა როგორ დააყენებდა როგორ ჩააწრივეს ეს ხალბატონ ლიკა გამარჯობა დედგაზეთის პირდაპირ ეთერში ვარ თავისუფლება მზია ამაღლობელს თავისუფლება მზიას თავისუფლება სინდისის პატიმრებს როცა ჟურნალისტებს აკავებენ კანონობის ხალბატონ ლიკა თქვენ
ალბათ ნახეთ, აქ იყავით, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ ადამიანები დააკავეს არა მხოლოდ ქუჩაზე, ქუჩის გადაკეტვის, არამედ ტროტუარიდან ნახეთ ადამიანები აიყვანეს. აი, რა მოხდა, რომ გვიცავთ? რავი, რა გიცხარათ, დიქტატურა მყარდება. ჩემი აღქმა არის ისეთი, რომ რუსების დავალება სრულდება, თუნდაც იმით, რომ ფესტყავენ ახლა ძველ კორუმპირებულ ხელმძღვანელობას, როგორც არის ღარიბაშვილი, ლუაშვილი. რუსეთს ომში ჭირდება როგორც საზარბაზნე ხორცი, ისე ფინანსები. და ხდება ახლა აქედან ანუ იმ ფარველობის სანაცვლოდ, რაც გაუწია რუსეთმა ბიძინა ივანიშვილს, ეხლა მათგან ითხოვს სანაცვლოდ ფინანსურ კომპენსაციას, ასე ვთქვათ, ომის გასაგრძელებლად. ამას უკავშირდება ყველაფერი, ნავთობის გადამუშავება, სანქცირებული ნავთობის შემოსვლა, ყველაფერი, რაც კი არის კავშირში, ფინანსების გენერირებასთან რუსეთი მიიჩნევს და თulis, რომ ეს აქ არის მათი წილი. და წილს ახლა ითხოვს, ბიძინა ივანიშვილის ითხოვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სულად აიცახება ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რუსეთმა იცის, რომ ისიც არის მოწყვლადი, სანქციების მიმართ ძალიან ნერვულად გაგახსენებთ მის სახეს, როდესაც კითხვა დაუშვეს ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებით, რა სახე ჰქონდა მას. შეშინებული ეს იცის რუსეთმა და რას უკეთებენ რუს ოლიგარქებს თავად რუსეთში. დაახლოებით არ ვიცი, 100-მდე პირი არის ან გადავარდნილი ფანჯრიდან, ან მოწამლული, ან ასე შემდეგ. მოკლედ ეს ყველაფერი არის ესიანი სურათი. მადლობა. გამარჯობა, ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ აქ იყავით აქციის დაწყებიდან და ნახეთ რა მოხდა. ტროტუარებიდანაც აიყვანეს ადამიანები არათუ გზის გადაკეტვისას და რას ვხედავთ ახლა, იმიტომ რომ დღეს არის მგონი პირველი შემთხვევა, როცა პოლიცია ესე ჩადგა უშუალოდ აქციის მიმდინარეობისას შემოსაზღვრა ერთგვარად აქციის მონაწილეები და რუსთაველის გამზირი. კი, დღეს როგორც ჩანს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ესე დამდგარებდნენ, ვინც გადააბიჯებს ხა ამ ზოლს ალბათ ყველას აიყვანენ, დაიჭერენ, ტროტუარიდანაც აიყვანეს ადამიანები. არ ვიცი, მართალი გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ მისახებარი იყო, მოვედი ჯერ არც ველოდი რომ გადაკეტილი ყოფილიყო, უჩვეულო სიტუაცია დამხდა, მხოლოდ ერთ გოგონას და ერთ კაცს ჰქონდა გადაკეტილი, რატო ასე ადრიანად, რატო არ ვიცი, თუ ჯერ არის ხალხი, მაგრამ არ ვიცი, რაღაცა მე თვითონ ძალიან მიჭირს ახსნა დღეს აი რა მოხდა, მაგრამ ეს ხადი ეს მოსალოდნელი იყო, რომ ასე ჩადგებოდნენ და აღარ მოგცემდნენ საშუალებას ქუჩის გადაკეტვის და ნახეთ, აბა რა იქნება ხალხი თუ მოვა, შეიძლება გადავკეთოს კიდევაც თუ არ, მაშინ ვერ გადავკეთოს. მადლობა. რომ გამარჯობა, ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერში ვართ. ჩვენ ახლა ვნახეთ, რამდენიმე ათზე მეტი ადამიანია დაკავებული, ახლა ჩვენს თვალწინ რაც მოხდა და წინა დღეებში დაკავებულებს შორის არიან ჩვენი კოლეგები, მათ შორის თქვენი არქის ფორმულას თანამშრომლები, ჟურნალისტები, რომ გითხრათ, რას ვუყურებთ ახლა, უკვე აღარ ხდება მგონი გარჩევა პროფესიის მიხედვით და აღარ ჟურნალისტს ვინდობენ, ხო? ხო, არა, ეს არის დაცინვა და პირდაპირ ივანიშვილის რეჟიმი გვეუბნება, რომ მე მაქვს ყველაფრის უფლება. განუკითხაობა ქვეყანაში, მაგრამ არის, იმიტომ რომ ხალხი თვალს ხუჭავს. არ ლაპარაკობს ამაზე, მე ვამბობ უმეტესობაზე, ვინც უბრალოდ მართლა ჩემი აღქმით არის ახლა შეყუჟული სახლში და რატომღაც წარმოუდგენია, რომ მათ მისამართს ვერ მიაკრებს ივანიშვილი და ჩვენ ხომ ბოლო დღეების მონენება ეს გვაჩვენა, რომ ყველასთან მივლენ. აი ვინმე არის დაკავებული, ვინც იძალა და აი აქ თვითონ ამ ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეებზე, მომიტინგეებზე, რომლებიც სიმბოლურად შიშველ ხელებს აჩვენებდნენ სპეცრაზმელებს. ვინმე არის დასჯილი, ვინც ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებს თავს დაესხა, მათ შორის მე. არავინ არ არის დასჯილი, მაგრამ ისჯებიან ადამიანები ამ უკანონო კანონებით, რეპრესიული კანონებით, რომელიც გამოიგონეს ისევ საკუთარი ავტორიტარიზმის გასამყარებლად. და აი ამ რეჟიმში ვართ, რომ ღარიბაშვილს დღეს აი სუსიდან მშვიდობიანად აცილებდნენ სახლში, რომ მოიფიქრებთ, ახლა დაგიჭერთ თუ არაო, მიუხედავად იმისა, რომ მან აღიარა, რომ ხალხს ჯიბიდან მოპარა ფული. რა ვიცი, თუ ამას ვეგუებით და თუ ამას ახლა სახლიდან უყურებთ სავარძელში ხართ წამოწოლილი, ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ადრე თქვენ თქვენი სავარძელი შეირჩება.
მადლობა. თქვენ უსმენთ ჟურნალისტს და წამყვან გურამ როგავას. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ახლა მიმდინარეობს ჟურნალისტების აქციაც. ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას სწორედ რუსთაველის გამზირზე დგომისთვის დაკავებული ჟურნალისტების მიმართ, მათი კოლეგების მიმართ. ბოლო დღეებში რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი, ასევე ცირაჟვანია დააკავეს სწორედ აქციებში მონაწილეობის გამო ახალი გამკაცრებული რეპრესიული კანონების საბაბით. კერძოდ გეტყვით, რომ წინაპირაში მიღებული კანონით ადამიანები, რომლებიც გზას გადაკეტავენ, ემუქრებათ მათ 15 დღემდე პატიმრობა. გამარჯობა, მედღაზეთის პირდაპირ ეთერში ვართ. დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, ჟურნალისტების აქცია, დაკავებულები მხარდამჭერი აქცია არის დაკავებული ჟურნალისტების მიმართ, რომელთა მისამართითაც ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან გვესმის ფრაზები, რომ თუ ისინი ჟურნალისტები იყვნენ, რა უნდათ აქციაზე შდარიყვნენ, ყოფილიყვნენ თავიანთ სტუდიებში და ეკეთებინათ საქმე. აი თქვენც ერთ-ერთი წამყვანი ხართ, ცნობილი და ხართ დღეს გამოსული აქციაზე, მათ ხარდასაჭერად. აი რა არის თქვენი სათქმელი და ის ადამიანები რატომ მიდგნენ ქუჩაში, ჟურნალისტები, მიუხედავად იმისა, რომ არიან ჟურნალისტები, რას ნიშნავს ის, რომ ჟურნალისტი გამოდის და დგას ქუჩაში აპროტესტებს? ჟურნალისტები ქუჩაში დგანან იმიტომ, რომ აი ჩემს გვერდით ეხლა გურამ როგავა როდგას მას კლავდნენ ცოტა ხნის წინ და დასჯილი არავინ არ არის. მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს კლავდნენ პირდაპირ ეთერში, დასჯილი არავინ არ არის. დასჯილი კი არა, აქეთ უწყობენ ჩვენს კოლეგებს და ჩვენ ყველას რეპრესიებს. რა უნდოდა თუ აქო? რა უნდოდა და თავისუფლებისთვის იბრძვიან. იბრძვიან იმისთვის, რომ მათ ქვეყანაში არავინ არ ასისხლიანოს და წიხლებით არ შედგეს მუშაობის პროცესში ჟურნალის. არ შეიძლება შენ არ გამოხვიდე და არ გააპროტესტო, როცა იმის ნაცვლად, რომ შენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი მაინც არ შეგიშალონ თუ ვერ გიტანენ. ამის საპასუხოდ გეძახონ აგენტი, ჯაშუში, უსამშობლო, ის დაკავებული ჟურნალისტების გამოკეტილი, დატყვევებული ჟურნალისტები, ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ზიაჟვანი, ცირაჟვანია და თავარი არ დამავიწყდეს კაცო, მზია ამაღლობელი. მაგიტომ აპროტესტებდნენ, რასაც აპროტესტებდნენ და ჩვენც იმას ვაპროტესტებთ, რასაც ვახო აპროტესტებდა, რასაც ქეთა აპროტესტებდა. მართლა დიქტატურა ფორმდება, აი ამ რეპრესიული კანონებით, მერე ამ უსამართლო კანონების აღსრულებით, სხვათა შორის აღარ მახსოვს უკვე იმდენმა ადამიანმა თქვა, ეხლა ვის სიტყვებს ვიმეორებ, მაგრამ ხო, ნაცისტებიც თავის დროზე მერე მაგითი ამართლებდნენ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მოსამართლეები, რომ კანონებს ვასრულებდითო და გააჩნია როგორი კანონი მიღებული რა, სრული მონური მორჩილებით მიღებული რეპრესიული კანონები უნდა გავაპროტესტოთ, აბა რა უნდა ხალხო ვახო სანაიას ეხლა ციხის საკანში იმის ნაცვლად რომ პირდაპირ ეთერში იყოს და გადაცემა მიიღავდეს და ქვეყანაა ესეთი რა, საკუთარ მინისტრებზე გვეუბნებიან ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ფული მოიპარესო, ხალხის ფულიო და დასჯის გარეშე უშვებენ სახში, კადრებიც ვნახეთ, ხო და ამ დროს ქეთა ციცქიშვილი ციხეში გამოკეტეს. აი ეგ ქვეყანა გვაქვს და ამიტომ ვდგევართ, რომ არ ვიცი, რავი, თუ მოვახერხებ და მინდა მჯეროდეს, რომ მოვახერხებთ, რამენაირად ხელი უნდა შეუშალოთ დიქტატურის ოფიციალურად და გაფორმებას, თორე დიქტატურა უკვე არის ამ ქვეყანაში. მადლობა. შეგახსენებთ ჩვენ მყოფებით რუსთაველის გამზირზე აქციაზე, რომელიც ეხლა მიმდინარეობს პარლამენტის წინ და დაორგანიზდა ჟურნალისტების მიერ სოლიდარობის გამოსახატად იმ ჟურნალისტებისადმი, რომლებიც სწორედ რუსთაველის გამზირზე დგომის გამო არიან დაკავებულები და ასევე სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად დგანან ეს ადამიანები აქ რუსთაველის გამზირზე, როგორც ხედავთ, მოძრაობა არის ეხა
საავტომობილო მოძრაობა აღდგა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო აქციის მონაწილეების მიერ, თუმცა პოლიციამ ძალის გამოყენებით გაახსნა აქციის მონაწილეებს. რუსთაველის გამზირი ამ პროცესში დააკავეს დაახლოებით 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის დააკავეს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ტროტუარზე იდგნენ და არ მონაწილეობდნენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში. და შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთვის დღეს არის პირველი დღე ბოლო ერთ კვირაში გამკაცრებული რეპრესიული კანონების მიღების შემდეგ, რაც პოლიცია უშუალოდ აქციის მიმდინარეობისას გამოჩნდა რუსთაველის გამზირზე და ჩაერია მის დაშლაში და ეხლა ხედავთ, რომ დგას პოლიციის მიერ არის შემოსაზღვრული რუსთაველის გამზირი სწორედ იმ ტერიტორიაზე, პარლამენტის წინა ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს და არ აძლევენ აქციის მონაწილეებს იმის საშუალებას, რომ გზა გადაკეტონ.